ალექსანდრე ასათიანთან ერთად ვბრუნდებით პირდაპირ ეთერში. ის არის საერთაშორისო სამართლის მაგისტრი და საქმიანობდა კერძო სექტორში. Როგორც გითხარით, მმართველი პარტიიდან წარდგენილია ვაკის საარჩევნო ოლქში. მოგესალმებით, ბატონო ალექსანდრე, მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. როგორც უკვე ვთქვით, 12 დღეა ზუსტად დარჩენილი 4 ოქტომბრის საარჩევნებამდე. თქვენ იცი საზოგადოებამ რომ დაწყებული გაქვთ წინა საარჩევნო კამპანია. გითხარით, როგორ მიდის ეს პროცესი და როგორია გარემო? კამპანია მიდის მშვიდ გარემოში. ჩვენ აქტიურად ვხდებით მოსახლეობას სხვადასხვა სივრცეებში, სხვადასხვა ქუჩაზე, სკვერებში, ასევე მოსახლეობა გვიკავშირდება სოციალურ ქსელში, ტელეფონით, ჩვენს ოფისში, საარჩევნო შტაბში, მართავთ შეხვედრებს და განვიხილავთ ყველა იმ საჭიროებას, რაც მათ აწუხებთ. რამდენად კარგად იცნობთ თვითონ იმ ოლქს, იმ უბანს, სადაც ხართ წარდგენილი და რას გამოყოფდით, რა არის დღეს მთავარი პრიორიტეტი? ჩემი ცხოვრება დაკავშირებულია ამ რაიონთან, სადაც ვიყრი კენჩი, ეს არის ცენტრალური ვაკის რაიონი. აქ დავიბადე, გავიზარდე და ვცხოვრობ. ამიტომ ჩემთვის ძალიან ახლოა ის ადამიანები, რომლებიც აქ ცხოვრობენ და ის პრობლემები, რომელიც მათ აწუხებთ. განწყობები როგორია, როდესაც მართავთ შეხვედრას მოსახლეობასთან? რას გეუბნებიან ისინი? განწყობები საკმაოდ კარგია, მოსახლეობა შეხვედრებზე გამოხატავს მადლიერებას. საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს იმ პროგრესს, რომელიც არის ბოლო წლებში, იმ განხორციელებულ პროექტებს და სათანადოდ აფასებს და ეს გვაძლევს საფუძველს, რომ ისინი ნდობით არიან ჩვენს მიმართ განწყობილი. განწყობა არის კარგი. მათ აინტერესებთ ის საკითხები, რომელიც დაკავშირებულია პირდაპირ ამ არჩევნების თვითმმართველობის თემებთან. ეს არის ყოველდღიურობა, ყოფითი საკითხები, საყოფაცხოვრებო საკითხები, ბინათ მესაკუთრეთ ამ ხანაგობების ფარგლებში არსებული საკითხები და ამ თემებზე მიდის საუბარი, დიალოგი, განხილვა. ვჯელობთ გადაჭრის გზებზე, რა თქმა უნდა, პრობლემები სხვადასხვაგვარია. ზოგიერთი პრობლემა შესაძლებელია, რომ ოპერატიულად გადაწყდეს, ზოგიერთ პრობლემას სჭირდება უფრო ხანგრძლივი პერიოდი და ჩვენ ვიზრუნებთ იმისთვის, რომ ეს საკითხები მოგვარდეს. როგორც იცის, ჩვენმა საზოგადოებამ ვაკის საარჩევნო ოლქს შემოუერთდა ბეთანია, წყნეთი და ახალდაბა, ანუ ბუნებრივია რომ იზრდება არეალი იმ რაიონის, სადაც თქვენ უნდა იმუშაოთ. გითხარით, აქ არის განსაკუთრებული საჭიროებები, ანუ განსხვავებული სპეციფიკა, რაც განსხვავებულ მიდგომას საჭიროებს თუ ვითარება პრაქტიკულად იგივეა? გეთანხმებით, თქვენ მოგეხსენებათ, რომ ბოლო წლებში რამოდენიმე წლის წინ შემოუერთდა ვაკის რაიონს ტერიტორიები, ეს არის წყნეთი, ახალდაბა, ბეთანია და კვესეთი. რა თქმა უნდა, საჭიროებები სპეციფიურია და გამოწვევები არის საკითხები, რომლებიც ამ ყველა შემოერთებულ ტერიტორიას ერთნაირად ეხება. დიდი პროგრესია ასევე ამ მიმართულებითაც წყნეთში აღდგა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა არაერთ ქუჩას, სათამაშო სტადიონებს და რეკრეაციულ სივრცეებს და სკვერებს. ძირითადად გზის პრობლემა წყნეთში გადაწყვეტილია, ასევე ბეთანიაში განხორციელდა წყალმომარაგების და გაზიფიკაციის პროექტები. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ტერიტორიებსაც დაუთმობთ სათანადო ყურადღებას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის ფარგლებში ქალაქის მერმა კახა კალაძემ დაანონსა წყნეთის ცენტრის რეაბილიტაცია და ესეც იგეგმება უახლოეს პერიოდში. ჩვენ ვხედავთ ბოლო პერიოდში არაერთ პრეზენტაციას, ანონსდება პროგრამები, სხვადასხვა მიმართულებით პროექტები, სხვადასხვა სფეროში და ამაზე დედაქალაქის მერი საუბრობს თავად. რას გამოყოფთით? აი საერთო ჯამში ეს ყველაფერი არის დაკავშირებული მოქალაქეებთან, ხო, პირდაპირ. მომდევნო 4 წლის განმავლობაში გეგმის მთავარ პუნქტებზე რო ვისაუბროთ. მოგეხსენება, თქვენ ახსენეთ ეს პრეზენტაციები, ქალაქის მერმა გამართა რამოდენიმე ასე ვთქვათ პოლიტიკის პრეზენტაცია, ეს არის ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკა, ეს არის გარემოს დაცვის და გამწვანების პოლიტიკა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამას დიდი ყურადღება მიექცევა მომდევნო წლების განმავლობაში, ეს არის ჯანდაცვის და სოციალური პოლიტიკა. ახალი პროგრამები, ასევე ფართოვდება არსებული პროგრამები, ეს არის სკრინინგთან, დიაგნოსტიკასთან დაკავშირებული და მედიკამენტების დაფინანსებასთან დაკავშირებული პროგრამები და
რა თქმა უნდა ის ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი გამწვანებული სივრცეები იქნება ადამიანებისთვის, მაგრამ თავარი არის ადამიანების ჯანმრთელობა და მუნიციპალიტეტი განსაკუთრებულად იზრუნებს ამ საკითხებზე. და შეჯამებისკენ მინდა რომ წავიდეთ, საუბრის ბოლოს მოკლედ მოვისმენთ თქვენ გზავნილს, აი როგორ ფიქრობთ, რატომ უნდა დაუჭიროს ამორჩეველმა მხარი ქართულ ოცნებას და კონკრეტულად ვაკის ამორჩეველმა თქვენ კანდიდატურას? მოგიხსენებათ, რომ ქართული ოცნება ბოლო წლებში ქართული ოცნების პოლიტიკის შედეგია ის განხორციელებული პროექტები, რომელიც თვალსაჩინოა და ეს საზოგადოება ამას ძალიან კარგად ხედავს, ეს გვაძლევს საფუძველს, რომ მოსახლეობა არის ნდობით განწყობილი ჩვენს მიმართ და მომავალ წლებში პირობას გაძლევთ ეს პროგრამები გაგრძელდება, ზრუნვა გაგრძელდება ჩვენ მოქალაქეებზე და ჩვენი ქალაქი და უბანი იქნება უფრო განვითარებული, უფრო კეთილმოწყობილი და ისეთი, როგორიც ჩვენ ყველას გვინდა რომ იყოს ჩვენ ინტერესებზე მორგებული, კომფორტული საცხოვრებელი გარემო. დიდი მადლობა დაგემშვიდობებით ალექსანდრე ასათიანი, ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი ვაკის საარჩევნო ოლქში პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს. ამით კურიერი 6 საათზე დასრულებულია, ჩვენ გემშვიდობებით 9 საათამდე. თქვენ კი შეგიძლიათ დღის სხვა სიახლეებს გაეცოთ ჩვენ ვებგვერდზე rustave2.gt.